ქართველი ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი დანარჩენი ევროპის კონტინენტისთვის იბრძვის. იბრძვიან თავისუფლებისთვის და იმ დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც პუტინის რეჟიმია. მათ კი, ვინც კრემლის სცენარს მიყვება საქართველოში, მოლდოვასა თუ რუმინეთში, უნდა ვებრძოლოთ. ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის და მე ძალიან მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც აქ ყოველდღიურად დგას. ქართველებო, თქვენ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ. Be it in Romania, by the way, We are here to act and we are აქ ვართ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ, რათა გამოვაღვიძოთ ჩვენი კოლეგები ევროპაში. ჩვენ ევროპარლამენტის წარმომადგენლები ვართ, ვმუშაობთ ერთად საქართველოს ევროპული გზისთვის. მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროპულ ინსტიტუტებში. ჩვენ თქვენი ევროკავშირში ყოფნა გსურს, განაგრძეთ ბრძოლა. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თქვენს რწმენაზე თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული გზისადმი. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ძირითადად ვუსმენდი. სწორედ ამიტომ მოვედი აქ ამ დემონსტრაციაზე, რათა გამეგო თუ რა სურს ხალხს. ერთ-ერთმა მოქალაქემ თხოვა ევროპამდე მიმეტანა გზავნილი, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრება სურს. ვფიქრობ, ევროპარლამენტმა ძალიან მკაფიო რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. არ უნდა ვცნოთ ამ მთავრობის ლეგიტიმურობა და ქართველმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს.